მე გახლავართ ნინო ჩაჩავა, 62 წლის, პროფესიით იურისტი და ამჟამად ვეწევი საზოგადოებრივ საქმიანობას. თქვენს გადაცემაში მოვედი ჩემს მეგობართან ერთად, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებს დაახლოებით 45 წელი. მე ვარ მაია მელქაძე, ვარ 64 წლის, ვარ პედაგოგი. რა თქმა უნდა, წლების წინ გაცილებით უფრო შეიძლება ითქვას დაუფიქრებლად ვიკვებებოდი. ისევე როგორც ყველა ქართველს, მეც მიყვარს გემრიელის მაჭამა და პრიორიტეტული ჩემთვის იყო შემწვარ მოხრაკული. ჩემ ასაკში ვუფრთხილდები, არ ვჭამო ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩემ ქოლესტერინს, რომელიც მაქვს და მკურნალობ, არ ავნოს და უფრო მეტად არ გამემწვავდეს ეს სიტუაცია. წლების მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემებმაც იჩინა თავი და ამიტომ ნელ-ნელა იძულებული გავხდი, მტკივნეულად თუ მტკივნეულად, ამ წუთში უმტკივნეულად, რა საკვირველია დღესდღეობით, გადავედი მოხარშულ პროდუქტზე. ვცდილობ 6 საათის შემდეგ აღარ ვჭამო. ესეც ჩემი ასაკიდან გამომდინარე, თორემ მანამდე შემეძლო 12 საათზეც მეჭამა და ღამის პირველ საათზეც. ბროკოლი, მწვანე, ავოკადო, რა თქმა უნდა, მწვანეზე. წითელი ხორცი, მწვანეზე. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ის პროდუქტები, რომელიც მწვანე ზონაზე მოვათავსე. ორაგული სასარგებლო პროდუქტია და დავდებ მწვანეზე. ლიმონი, კივი და ბროწეული ძალიან სასარგებლო ხილია და დავდებ მწვანეზე. ამ ასაკში მირჩევნია უფრო ბოსტნეულით და ხილით და ჯანსაღი პროდუქტით დატვირთული, უფრო ენერგია მექნება, რა თქმა უნდა დღის განმავლობაში და უფრო ჯანმრთელობასაც შევინარჩუნებ. ბადრიჯანი ყვითელი. თუ არ გამოაცხვე რა საკვირველია და გამომცხვარი რო გითხრა, დიდად მე არ მიყვარს და ამდენად ვცდილობ რომ ბადრიჯანის რომელიც ეთში შეიწვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვფიქრობ ისიც მაინდა-მაინც დიდი სარგებლის მომტანი არ არის. დონატი ძალიან მიყვარს ტკბილეული, ჩემ ასაკს არ უხდება ვიცი, მაგრამ მაინც ვერ გავიმეტებ და დავდებ ყვითელზე. ვიცი რომ დონატის ჭამა არ არის სასარგებლო. პური მიყვარს უზომოდ და ძალიან ბევრს ვჭამ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ამ ასაკში არ არის სასურველი და მოვათავსე ყვითელ ზონაზე. საზამთრო, შაქარი და წყალია წითელი. სოსისი, წითელი. წითელ ზონას, სადაც მოთავსა სოსისი, რომელიც ძალიან მიყვარდა ერთ დროს, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ მიყვარს, იმიტომ რომ ვიცი რაოდენ მავნეა ის ადამიანის ორგანიზმის და ვცდილობ რომ საერთოდ არ მივირთვა. წითელი. მე და ნინო ერთად მოგზაურობთ ხოლმე საზღვარგარეთ და ხშირ შემთხვევაში, როდესაც საკონდიტეროს დავინახავ, მე უცბად იქით გავრბივარ, რაშიც ნინო არ მეთანხმება და ყოველთვის გვაქვს კამათი ამასთან დაკავშირებით. იგი მიფრთხილდება, რა თქმა უნდა და უნდა რომ ჩემ ასაკში ახლა არ მივირთვა ზედმეტი ტკბილეული, მაგრამ მე ზოგჯერ ურჩივარ ამასთან დაკავშირებით და ნინოს არ ვუჯერებ. ჩვენი გემოვნება თითქმის დაემთხვა ერთმანეთს, იმიტომ რომ პური მეც ძალიან მიყვარდა, მაიასაც ძალიან უყვარს პური, უბრალოდ მე ვცდილობ რომ აღარ მივიღო და აი ეს განსხვავება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მაიაც აღარ მიირთმევს იმ რაოდენობით, როგორც ადრე მივირთმევდით მეც და ისიც. ქალბატონ მარი მალაზონიას გადაცემებიდან ძალიან ბევრ რამეს ვიმახსოვრებ. და ასევე ვიღებ რჩევებს. მას ერთ-ერთ გადაცემაში ქონდა, რომ ჩვენ უნდა ჩავწეროთ სადმე რაღაცა ადგილას, მოვძებნოთ და შევინახოთ ჩვენს მიერ თუ გინდ ერთ დღეს დალეული წყლის რაოდენობა. სხვათა შორის ამოვიღე ჩემი პატარა რვეული სკოლის და ჩავწერე იქ ყოველ დღე რამდენ წყალს მივირთვებდი და ძალიან კარგად გამომადგა. გიჩვენებს
რა სასარგებლოა და რა არ არის სასარგებლო. და მით უმეტეს, როდესაც ამას ტელევიზიით ეცნობი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და გაცილებით მეტი ძალა აქვს, ვიდრე იმაზე, რომ მაგალითად მეგობარმა ახლობელმა გითხრას, რომ იცი რა, ეს არ მიირთვა, არ ვარგა, ის მიირთვი, კარგია და ასე შემდეგ. თქვენმა გადაცემამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ ჯანსაღმკვებაში. დღევანდელი სიუჟეტი არის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჩემთვის. უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნინოს და ქალბატონ მაიას, რომ ჩვენი ერთგული მაყურებლები ბრძანდებით, ჩვენი გულშემატკივარები ბრძანდებით და დაგვდეთ პატივი და ამ პროექტში მიიღეთ მონაწილეობა. მე ახლა ვნახე ეს სიუჟეტი და მოდით თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, რაც მოვისმინეთ. მიხარია, რომ თქვენი არჩევანი ჯანსაღი-კვების სასარგებლოდ გარკვეულწილად განპირობებულია იმ ინფორმაციით, რომელსაც ჩვენი გადაცემიდან იღებდით, ეს ძალიან მახარებს. თუმცა აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა იმას, რამდენად საყურადღებოა ჩვენი აღქმა ასაკისა. ნუ იფიქრებთ ასაკზე, როგორც რიცხვებზე. თანამედროვე მედიცინა გვეუბნება, რომ ეს მხოლოდ კალენდარული საპასპორტო, ანუ ქრონოლოგიური ასაკია და მას ხშირად ეკარგება ფასი და ფერი, თუ არ გავითვალისწინებთ ჩვენს ბიოლოგიურ ასაკს, ჩვენს ემოციურ ასაკს, არ გავითვალისწინებთ ჩვენს მენტალურ ასაკს, ანუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ საკუთარ თავს და გარწმუნებთ თქვენი ფრაზებიდან გამომდინარე, მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენი კალენდარული და მენტალური ასაკი შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს. ამიტომ ასაკი არ აქციოთ თქვენს ტვირთად. განსაკუთრებით კვებასთან მიმართებაში და თქვენს ყოველდღიურ რეალობასთან მიმართებაში. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანი, რომელიც ქალბატონმა ნინომ დროსთან ერთად გააკეთა და გაითვალისწინა კვების ცვლილების აუცილებლობა. თუმცა, სწორედ ქალბატონ ნინოს მინდა ვუთხრა, რომ როდესაც საზამთროს ვაფასებთ, საზამთრო არ არის მხოლოდ წყალი და შაქარი. მოდით გაგახსენებთ, რა საერთოა წითელ პომიდორს, წითელ გრეიპფრუტსა და საზამთროს შორის. აღმოჩნდა, რომ მთავარი ნივთიერება, მათ რაც აკავშირებთ, ეს არის მთავარი და ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისების მქონე ლიკოპენი და საზამთრო ხშირ შემთხვევაში არის არასამართლიანად შეფასებული ხოლმე და დღეს მე მართალია ზოგადად ადვოკატად არ გამოვდგები ალბათ, მაგრამ საკვებ პროდუქტებთან მიმართებაში სიამოვნებით დავიცავდი მათ ინტერესებს. ისევე როგორც ბადრიჯანთან მიმართებაში. რასაკვირველი არის მდგომარეობები, როდესაც ბადრიჯანი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ის მიწასთან ახლოს მზარდი და ეგრეთ წოდებული ღამის ჩრდილის მცენარეთა რიცხვს განეკუთვნება. მაგრამ თუ ვიცით მისი რისკები და ღირსება არის მაქსიმალურად ნიადაგიდან ამოტანილი მინერალების სიუხვე, ხოლო ნაკლი და ხარვეზი და რისკი არის გასათვალისწინებელი. მაგალითად, კარტოფილთან დაკავშირებით თუ გამწვანდა, ამას ვხედავთ და ჩვენ ვიცით, რომ ასეთი პროდუქტი აღარ არის სასარგებლო, იმიტომ რომ შეიცავს სოლანის. სამწუხაროდ, ბადრიჯანს ასეთ ცვლილებას ვერ ვამჩნევთ, არადა ბადრიჯანსაც ზუსტად ასევე ახასიათებს და ასეთ შემთხვევაში ის საკმაოდ სახიფათო პროდუქტი ხდება. თუ არ შეველიეთ და უარი არ თქვით მის გამოყენებაზე. რაც შეეხება ქალბატონ მაიას. მე მესმის, რომ თქვენ გიყვართ სხვადასხვა სახის ნუგბარი და უზომო რაოდენობით მიირთმევთ პურს. სწორედ ეს შეიძლება იყოს უფრო მაღალი რისკი თქვენი ჯანმრთელობისათვის, ვიდრე მაგალითად 6 საათის მერე კვება. იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ კატეგორიულად 6 საათი მიჯნა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ ასევე მკაცრად თქვენ განსაზღვრული გაქვთ დაძინების დრო 9 ან 10 საათი. დაძინებამდე 3-4 საათით ადრე კვების შეწყვეტა შეიძლება იყოს მართლაც საუკეთესო არჩევანი, ბოლო კვების შემდეგ გასეირნება ეკრანზე უარის თქმა, თბილი შხაპი და შემდეგ ძალიან შვიდი ჩაძინება, თუნდაც ქალბატონ ნინოსთან გასაუბრების შემდეგ. და როდესაც ჩვენ საუბრობთ საერთო კანონზომიერებაზე თქვენს რაციონში, მივაქცევდი ყურადღებას იმასაც, რომ მნიშვნელოვანია ხორცპროდუქტების სწორი გააზრება
ბოსტნეულთან კომბინაციაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არც წითელ ხორცზე ვამბობთ, ქალბატონო ნინო, უარს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როგორი თანაფარდობით ბოსტნეულთან, სწორედ ბოსტნეულის უპირატესი გამოყენებით, მაშინ ასეთ შემთხვევაში თუ სწორად გამოიყენებთ ცილას ბოსტნეულთან კომბინაციაში, სწორად შევარჩეთ, ცხიმებთ ქალბატონო მაია, მაშინ ქოლესტერინთან დაპირისპირებაც ბევრად უფრო ადვილი იქნება.